მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ რაზორებალი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ვესწრებით პირველად Steel Brainrot-ის საახალწლო admin-აბიუსს. სანამ ვიდეო დაიწყება მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ, ასევე გამოიწვიოთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი გააქტიუროთ ზარის ღილაკი, რომ აღარ გამოსცეთ მეტი აბიუსების ვიდეოები. თხოვნა მეგობრებო ასევე რომ შემოვხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში. წინასწარ მეგობრებო, ყველას მადლობას გადაგიხდით, ვინც შემოხვდათ ჩემ Discord სერვერზე და დამეხმარებით ამით თქვენ მე ძალიან. ასევე მინდა გავაპიარო ის ადამიანი, ვინც დამიგიფთა Steel Brainrot-ში, ანუ რაღაცები მაჩუქა Brainrot-ები. მადლობა იმ ადამიანს და თქვენს თუ გინდათ რომ ასე ვიდეოში გამოჩნდეთ, შემეხმიანეთ და გამოგაჩენთ ვიდეოში. ასევე მეგობრებო, როგორც გავიგეთ, დღეს სემის ექნება crafting-ი და ერთი Brainrot-ი უკვე მზადა მაქვს. ბალერინას საახალწლო Brainrot-ი არის. Brainrot-ი არა, Brainrot-ი. ხანდახან მეგობრებო, ასე თუ ენა დამებმევა, დაიგნოეთ რა გაატარეთ ამ ბოლო დროს მჭის რაღაცა. ასევე სერვერზე მყავს ჩემი alt account-ი, იმიტომ რომ რამე ლაქი რო გამოვიდეს და ვერ დავიჭირო მე წავარეთ ჩემი alt account-ი, აიღებს იმ ლაქი ბლოკს და შეიტანს ასე მარტივად თავის ბაზაში. ასევე მეგობრებო, დღეს admin-აბიუსზე გეგმავ იმას, რომ ჩიკლეტერების რიტუალი გავაკეთო და ლოს ჩიკლეტერა გამოვშვა, რადგანაც უკვე საკმარისი ჩიკლეტერა მყავს. რიტუალს მეგობრებო მაშინ ვიზამ, როდესაც სემი გამოვა, დასნაპავს, რაღაც ივენთებს ჩართავს და ჩვენ ლოს ჩიკლეტერას აერტყმევა ძალიან ბევრი ეფექტები და მუტაციები. ფიქრობ მეგობრებო, ძალიან მაგარი იქნება, ამიტომაც როდესაც admin-აბიუსი დაიწყება, უკვე დაგიბრუნდებით. მეგობრებო, დაიწყო უკვე ჩვენი admin-აბიუსი და ჩემმა account-მა რებითი გააკეთა და ახლა ჩემი ბაზიდან მიაქვს რაღაცა Brainrot-ები. და ეს რაღაცა ევენთი ჩაითო საახალწლო, რა კაია ნახეთ. და მეგობრებო, როგორც ხედავთ, გვერდზე მოდის მატეო, მაგრამ არ მინდა ამის ყიდვა, დიდად არ მომწონს და აქ რა გვაქვს? ბალერინა მყავს უკვე მეგობრებო. ეს სამი Brainrot-ი რო ავიღო, უკვე დავკრაფტავ რაღაც ლაჯოლი გრანდეს, რომელიც 500.000-ია მარტო. სიმართლე გითხრათ მეგობრებო, რა crafting-ებსაც დავესწარი, აი ყველა გაიმაზა და ვერაფერი ვერ ავიღე, იმედია. ამ crafting-საც მაინც არ გამაზავ. რა ხდება ხალხო, რაღაც ფიუზი არის გაფუჭებული და ევენთებს ართავს რაღაცა ეს სემი, რა ხდება? სემიმ დასნაპა მეგობრებო, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ახლა ვიზამთ ჩიკლეტერების რიტუალს, ეხლა მოვიყვან. რა ლაქი ბლოკებიო? აუ, კაი რა ძმა! ახლა ვერ ვიზამთ ამ რიტუალს. ანუ რამდენი სნებს საკეთებს ხოლმე სემი ლაქი ბლოკებს ასპაუნებს და შეიძლება ვაფშე ვეღარ ვქნათ ეხლა ეს რიტუალი, დაიცა ავიღო. Unboxing-ის დროა მეგობრებო, ახლა მოვა ჩემი alt account-ი და გახსნის აი ამ ლაქი ბლოკებს და გთხოვ რამე წესერი დამიგდე, გეხვერწები, გეთუთუნები, გემუდარები, რა აღარ გიქენი დამი. კრაბული მონეტა. ჯანდაბა ალესიო და კრაბმა გაიტანა. რა იყო კრაბ, არ გწხვენია? What the fuck, რა ჭის შემიკრანს? ძმა, რა ჭის შემიკრანს? მეგობრებო, ეკლანი დამეგლიჩა, რა არის ეს ხალხო? და რა დავაგდეთ, ლოს ტიპით აქვს ამას წავშლით იმის მე, რაც ყველა ლაქი ბლოკებს გავხსნით? თუ ახლა წავშვალოთ? კაი მეგობრებო, ჯობია ახლა წავშვალოთ და გაიტანა უკვე. რამდენჯერ უნდა გაიტანოთ ეს ჩემი alt account-ი, რა იყოთ რა? რადიოაქტიული ლაქი ბლოკი იხსნება ახლა და ვნახოთ რას დავაგდებთ. ალესიო! იმიტომ გამიხარდა რომ პირველად დავინახე ალესიო ასე კარგ ფულს აკეთებდეს რა 1.3, მაგრამ მაინც არ მჭირდება. აბა ბოლო რას დააგდებს? მიდი წესერი რამე გთხოვ. კაი რა იყო ახლა ეს? სემი, შენ მაგარი დაგერხა. სემი, დამიგდე რამე კარგი ბიჭო. სახში მოგაგითხავ, დახეული ჯინსებით და ნაკუწებად გაქცევ. დამიგდე რამე, სტროუბერი გამიჩნია, არ მაინტერესებს. შელოცვები, ახლა მოხდა. კარგით მეგობრებო, ლაქი ბლოკები აღარ სპაუნდება, მაგრამ ივენთები სადაც უკვე დასრულდა და აზრი აქვს ახლა რომ ამ ჩიკლეტერას ივენთი გავაკეთო ვაფშე. არ ვიცი მეგობრებო, მაგრამ წინა აბიუსის ვიდეოში თქვი ასეთი რამე რომ აწინ Steel Brainrot-ის გარდა გადავიღებდი სხვა თამაშის admin-აბიუსს. საუბარი მქონდა Plants vs Brainrot-ებზე. ნუ ამ კვირაში გეგმავდი რომ გადამიღო, მაგრამ ვერ გადავიღებ, ვერ მოხერხდა.
ახლა კი აგიხსნით ყველაფერს თუ რატომ მოხდა ეგრე. ჯანდაბა დაიცა ძმა ლაქიბლოქები დასპაუნდა რა იყოთ. აუი მომეჩვენა. კარგით მეგობრებო ახლა აგიხსნით თუ რატომ მოხდა ისე რომ ვერ გადავიღებ Plants vs Bayonetta-ის ადმინაბიუსი. მოკლედ მე დავდივარ ორ რაღაცაზე. ინგლისურზე და კალათბურთზე. ნუ ინგლისურზე წინა გაკვეთილზე ძალიან ქაოსი იყო რაღაცა ისე მოხდა. ჭოროობაში გადავიდა მთელი გაკვეთილი და ამის გამო მასწავლებელმა გადაწყვიტა რომ აინაზღაურებინა ეს ყველაფერი და გადაედო გაკვეთილი შაბათამდე. ანუ ეს ყველაფერი ნიშნავდა იმას, რომ ჩაგვიტარდებოდა შაბათს დამატებითი მეორე გაკვეთილი 2 საათზე. ხოლო ინგლისურიდან მე მოვდივარ სადღაც 3 საათზე და უკვე 4-ის ნახევარზე სახლში ვარ. მაგრამ ადმინაბიუსი უნდა ჩატარებულიყო 4 საათზე. სწორედ ეს იყო მიზეზი თუ რატომ ვერ გადავიღე და ვაფშე ვერ დავესწარი ამ ადმინაბიუსს. ამიტომ მეგობრებო იმედია გამიგებთ, არ გეწყინებათ და შემდეგ კვირას უკვე უეჭველი გადავიღებ, რადგანაც ანაირი დამატებითი გაკვეთილი არ იქნება. სემი მეგობრებო აქ ვიდეოებში ხან გვახარებს ძალიან და ხან ისე მეშლება ნერვები რომ ეხლა ვფიქრობ რომ ეს კომპიუტერი დავლეწო ვაფშე. ნახოთ ჯანდელი რას მოგიმზადებს თამაშებში, გაგვახარებს თუ გაგვაბრაზებს როგორც სემი აკეთებს ისე. ეგ არ ვიცი მეგობრებო რასაც ჯანდელი გააკეთებს, მაგრამ ნახავთ და შევაფასებთ რა ჯანდელს. სემიმ დასნაპა მეგობრებო რაც იმას ნიშნავს რომ ჩიკლეტერების რიტუალი გვექნება რა არის ეს? მიდი ხა გადამიარე, მოდი. ჰა მოდი. ნერვები მომეშალა და ახლა აღარ მივი სპეციალურად. ლაკი ბლოქები მეგობრებო. ერთი გამოვიდა მარტო თუ რა ხდება? არა, unboxing-ი ახლა. აუ კიდე გადამიარა. ნერვები ჩამიწყნა და მივლის, როცა ბრაზდები აღარ მივლის. სემი მოქმედებს მეგობრებო ჩემ ნერვებზე. ახლა ამლაზეს თუ ხელით დავიჭე და გადავტეხავ შუაზე მერე გადამიაროს. კარგით მეგობრებო ლაკი ბლოქში ისეთი ცუდი რაღაცეები დავაგდე რომ ვიდეოშიც ვერ განახებთ ისე გულიმერეო ამ ძაღლებს ვაგდებ. მოვიდა შემდეგი ლაკი ბლოქები ეხლა გამახარებენ ესენი და დამიგდებენ რამე წესი ეს უკვე ვიცი 100%-იანი არ მაინტერესებს ეგ უკვე. ბაზარში ადგილი აღარ მაქვს, ამიტომაც ახლა გამოიქცევა ჩემი alt account-ი და დანარჩენ ლაკი ბლოქებს დაიჭერს. მანამდე კი მეგობრებო, ჩვენ გავაკეთებთ ლაკი ბლოქების unboxing-ს. რა თქმა უნდა, წესიეს არაფერს არ დავაგდებთ და ყველაფერს წავშლით აქიდან. ნუ მთავარ ბაზარში ერთი ლაკი ბლოქი დამრჩა, ამას წავშლი და ვნახავ, აი აქ რა დამივარა და ლოს ორკალიტოს წაიშლება ახლა ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ მაინტერესებს, მაგრამ წაიშლება. ჩაივლით ახლა ქვევით და გავხსნით თუ არა, ჯერ რიტუალს გავაკეთებ. ჯობია აშკარად, რადგანაც ჭიდება მართლა ეს რიტუალი. თუ არა გავხსნა და რაღაც ივენთებს დაველოდო. აუ რა ვქნა? აუ კიდე ლაკი ბლოქები დასპაუნდა ხახო შეხედეთ. დაპალისემი. What the fuck მეგობრებო? ამას ახლა შეხედეთ. ჩემ alt account-ზე პატარა unboxing-ი მქონდა, ანუ ვერ გადავიღე ეგ მომენტი, ამ მომეჭრასავით, მაგრამ აი ამას შეხედეთ ახლა მეგობრებო. პროსტა უყურეთ რა დავაგდე ლაკი ბლოქიდან. ეფექტები არ არის, მაგრამ მაინც 6-7 ხალხო. უეფექტოა, მაგრამ მაინც მაგარი რაღაცა, რადგანაც ფაქტობრივად თითქმის ამინაზღაურა ის, რაც დავკარგე რაღაც ლოს კომბინაციონი უნდა დავაგდე, ხო იცით? ჩემი ლოს კომბინაციონი მოიხსენებათ რომ დავკარგე, შემთხვევით პაბლიკზე შევედი, მაგრამ ნახეთ 6-7 გყავს. აი ესე ჯობია სემი დამპალი რომ აძახებინებ თავს, ჯობია რომ რამე დამაგდებიო და საყვარელი სემი იქნები, კავაი სემი. აი სემი ნახე რა დაასპაუნა, სანტინო რაღაცა საახალწლო ბრეინოტი არის და რეინბოუ მუტაცია დაედო 8 მილიონს აკეთებს ბიჭო ფურა წამში. ხო არ გადაოთ ბიჭო ამას შეხედეთ. მოდი 6-7 ჩავანაცვლოთ აი ამას ზევით ავიყვანოთ ეს და 6-7 ქვევით ჩამოვიყვანოთ, რადგანაც ეს აკეთებს 8 მილიონს წამში. თან ლაჯოლი გრანდესთვის უკვე გვაქვს ადგილი არა? დღეს სემი მეგობრებო რაღაც მაგარ ადმინაბიუსებს გვაძლევს, მაგრამ იმედია სემის ეფექტები არ გადაგვივლის და მუტაციას რა რიტუალსაც გვაცდის. ასევე მეგობრებო Confidence ტუნტუნგი გაიჩითა, ამას რამე ეფექტები არ მგონია დაედოს, როცა ეფექტები არ არის მაშინ ასპაუნებს, მაგრამ დაიმონდი დაგვისპაუნდა რა. მაინც ბევრი არ მგონია მიეცეს ამას, მაგრამ მაინც ნახავთ მეგობრებო, რამე თუ არ დაედო, თუ რამდენს აკეთებს წამში. თუ არ მომეწონა მეგობრებო, ავიღებ და ვშლი რა ამ ტუნტუნგს.
მანამდე მეგობრებო უნდა გითხრათ 500 რობუქსის გათამაშების შესახებ. თამაშდება მეგობრებო 500 რობუქსის, სადაც წესებზე უკვე აი ამ ვიდეოში ვსაუბრობ. ამ ვიდეოს ლინკს მეგობრებო დავტოვებ აღწერაში. აუცილებლად გადადით, უყურეთ ამ ვიდეოს, შუა ვიდეოში უკვე ხსნი წესებს და გექნებათ შანსი რომ მოიგოთ რობუქსები. თან უკვე ორი გამარჯვებული გვყავს და აი აგერ ახლა გამოჩნდება პრუფი რომ მართლა დაუდონატე ამ ორს. ხოლო მეგობრებო დონაციის პრუფებს ვაჩვენებ მხოლოდ იმიტომ რომ მე ვეღარავინ ვეღარ იტყვის რომ გათამაშებები და ეგეთი რაღაცები არის ფეიკი. როგორც ხედავთ კადრში ორივეს მართლა დაუდონატე რობუქსები და ასევე მეგობრებო თქვენ მაინც გაქვთ შანსი რომ მოიგოთ რობუქსები, რადგანაც უკვე 3 ადგილი დარჩა. ხოლო თუ გინდათ რომ წესები გაიგოთ, ვიდეოს ლინკს დავტოვებ აღწერაში, უყურეთ მაგ ვიდეოს ბოლომდე, სადაც ხსნი მე წესებს და გექნებათ რაღაც შანსები რომ დაიკავოთ ეგ 3 ადგილი და თქვენს გქონდეთ შანსი რომ იყოთ მე-3 ან მე-4 ან მე-5 გამარჯვებული ამ რობუქსების და გათამაშების. ასევე მეგობრებო უკვე ვფიქრობ რომ დადგა დრო რომ ჩიკლეტერას რიტუალი გავაკეთოთ, ჯობჯობსახური არ გვინდა. როდესაც რიტუალს გავაკეთებ, დაგიბრუნდებით სულ ყველას. მეგობრებო სნეპი გააქტიურა, სცემი ლაკი ბლოკებიც ჯერ არ დაუსპაუნებია და უკვე გავაკეთეთ რიტუალი და გაჩნდება ჩვენი ლოს ჩიკლეტერა. აი ამდენ ეფექტში ახლა ერთი როგორ უნდა აიტყას და აი სპაუნდება და უკვე 10 მილიონზე ავიდა ჩვენი ლოს ჩიკლეტერა. ამას შეხედეთ ხალხო. უკვე მეგობრებო გვყავს ბაზაში 3 ცალი ჩიკლეტერები რა. ანუ მიციკლეტერა გვყავს, კიდევ ჩვეულებრივი ჩიკლეტერა და ახლა ლოს ჩიკლეტერა გვყავს. მიდი რა გთხოვ, რამე აიტყი. რამე აიტყი ძალიან გთხოვ. ნახე რამდენი ეფექტებია თან ჩართული. ერთი როგორ უნდა აიტყა, ლოს ჩიკლეტერა გაწერია და 10 მილიონს კი აკეთებ, მაგრამ რამე რო აიტყა, ვაფშე ძალიან გამიხარდება. ბოლოს და ბოლოს ჩიკლეტერა ხარ. აი, ყიდულობ და რამე აიტყი ახლა შევალ ბაზაში და იმედია დამხვდები რამე ერთი მუტაციით მაინც. გთხოვ. კარგით, შევდივარ და ვნახოთ. ძმა, 10 ეფექტი იქნებოდა ალბათ ჩართული და არაფერი არ აიტყა. კაია, მაინც დაიმონდი რო არის, მაგრამ ფიქრობ მეგობრებო, ვიცი თუ რისი ბრალიც იქნება ეგ. მიზეზი თუ ჩვენმა ჩიკლეტერამ რატომ ვერ აიტყა რამე მუტაცია არის ის, რომ სანტა აპდეიტი რო გამოვიდა და ივენთები ჩაითო, ეგ მთარსავს და ახლა ნახეთ მაგას რა უქნა. ვის თარსავ ბიჭო შენ? ვის? ბაბო შენ დებილი ხარ ხარ, ვინ უნდა დავთარსო მე? აი ხა ნახე რა გიქნა. მუტია. როგორ გაბედა? დამნაძირალა. დამთარსა. ხომი იყო მეგობრებო მუშტი სახეში. უი რადიოაქტიული ის გამეხსნა ანკეზი და დავტესტოთ აბა რას დავაგდებთ აი ამ რადიოაქტიული ანკეზით. ანკეზი. ორკალელიდონი გვინდა. ორკალეილონიან ტრალეილონი დაგვიქდე. მაინც აღარ ითვლება ბაზების ინდექსად, მაგრამ მაინც მინდა ბევრს იხდის. არ მაინტერესებს ფუშენ დებილი დე. მეგობრებო ვფიქრობ რომ დრო არის უკვე. იცით ისი დრო არის? დრო არის რომ წავიკითხოთ თქვენი კომენტარები. ნუ რაც წინა ვიდეოზე დამიტოვეთ რა. ოღონდ მხოლოდ ნორმალურ კომენტარებს ვკითხულობ და მეორე კონფიდენსი გამოდის, მაგრამ არ გვინდა მეგობრებო, ჯობია გავუმაზოთ ეფექტებს, მაინც არ დაიდებს და აზრი არ აქვს. თუ გინდათ ასევე შემდეგ ვიდეოში თქვენი კომენტარი გამოჩნდეს, რაც გინდათ, კითხვა იყოს, რამის თქმა გინდათ, ანამე ეგეთი დაწერთ, არ მოგეიდოთ კომენტარები. თავარია არ იყოს რამე დებილობა და უაზრო კომენტარი, სხვა რამე ყველაფერი მისაღებია ხალხო. უი, ასევე ნორმალური კომენტარიც უნდა იყოს რა. მოდი ახლა დავიწყოთ კომენტარების საკითხვა. ნუ ბევრი არ გვაქვს ამ ვიდეოში, მაგრამ იმედია შემდეგ ვიდეოში ბევრი კომენტარი გვიქნება წასაკითხი და პასუხგასაცემელი. მიდი დავაი ახვალ უეჭველი 2000 გამოწესზე. იმედია უეჭველი ვიცი რა. ბექა, ძალიან დიდი მადლობა, ისევ ბექამ დამიტოვა კომენტარი. ბექაც თავისებურად მაძლევს мотивაციას და მაქვს мотивაცია რომ რამე ვიდეოები დავდო. ამიტომ ბექა ამისთვის გიხდი უდიდეს მადლობას, უდიდეს მადლობას რა ბრატ. უი, ასევე მეგობრებო, ჩემი მიზანი მართლა 2000 გამომწელი არის. ამიტომაც ჯობია რომ უსმინოთ ბეკას ჭკვიანს ლაპარაკობს. ეს ბიჭი არის მაგარი ჭკვიანი, განათლებული ბრატ.
1-5 დიპლომი აქვს განათლების, ამიტომაც რატო არ უნდა უსმენოთ ამ ადამიანს და მართლა არ უნდა გამოიწეროთ არხი და ამიყვანოთ 2000 გამოწერზე. თან ეხლა 2000 გამოწერი რო ახსენეთ, ტუნტუნგი გაცოცხლა კუბიდან შეხედეთ. კუბიდან რა, კუბოდან. ჩავაწვინე კუბოში რა ცოტას მიხდის. შემდეგი და ბოლო კომენტარი. დიახ, სწორად მოგესმათ, ეს არის ბოლო კომენტარი, რადგანაც წინა ვიდეოში დიდად არავინ არ დატოვა კომენტარები რა. ამიტომ თუ ამ ვიდეოში დატოვებთ რამე კომენტარს, ბევრი თუ იქნება, ძალიან კარგი იქნება. თუ ცოტა იქნება, მაინც გამოვა ჩვენ თქვენ კომენტარებს, ამ მაინც რა. ხომ იხვის რა პონტია? ბევრი კომენტარი თუ იქნება, კაი იქნება იმისთვის, რომ მეტი мотиваცია მიეცეს ხალხს, რომ კითხოს რაღაცეები და უპასუხებ მაგათ კითხვებს. მაინც მეგობრებო, მოდი ახლა შევხედოთ ამ ადამიანის ბოლო კითხვას და ვნახოთ თუ რა არის ჩვენი ბოლო კითხვა ან კომენტარი რა. მაგარი სკინიაო. აი ეს არის მეგობრებო ჩვენი ბოლო კომენტარი. სიმართლე გითხრათ მეგობრებო, ვერ მივხვდი რაზე თქვა მაგარი სკინი არისო, რადგანაც წინა ვიდეოში ვიღებდი Forsaken-ს და Forsaken არის თამაში, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ თამაშის სკინი. ნუ მეგობრებო, არის ორი ვარაუდი თუ რაზე თქვა რომ ეს სკინი კაი არისო, მაგარი სკინი არისო. პირველი ვარაუდი არის ის, რომ მან შეიძლება თქვა Forsaken-ის 2 times Jester-ის სკინზე. და მეორე ვარაუდი კი არის ის, რომ შეიძლება მან ეს კომენტარი დაწერა ჩემს ახალ Roblox-ის სკინზე, რომელიც აი ასე გამოიყურება და ლაქები სპაუნდება. ამას შეხედეთ მეგობრებო, ბრეინოტები სპაუნდება და ახლა უეჭველი ადმინებიც დასპაუნდება, მე ლოსები, მე თაკოები, მე ლოს თაკოები და მაინც მეგობრებო, სანამ ამ ლაკი ბლოქებს ავიღებთ, მოდი დავუბრუნდეთ ჩვენ გამომწერის კომენტარს. თუ ჩვენმა გამომწერმა ეს კომენტარი დაწერა იმაზე, რომ ავიღეთ Jester-ის Forsaken-ის სკინი, მადლობელი ვარ. ეს დაიგნოთ მეგობრებო. ვიდეოს ასყიში გითხარით თუ ენა და მე ვახომე დაიგნოთ ჭის ხომე ეგრე. მაინც მადლობელი ვარ თუ Forsaken-ის სკინზე თქვა, რადგანაც მეც ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ კარგი გადასაწყვეტი იყო, რომ თუ თაიმისთვის ეს სკინი მეყიდა და თან უხდებოდა. ასევე ლაკი ბლოქებზე აინერულოთ, რადგანაც ახლა ჩემი alt account-ი იღებს აი ამ ლაკი ბლოქებს. ხოლო თუ ჩემ Roblox-ის ავატარზე თქვა, მაგაზეც მადლობელი ვარ, მაგრამ მეგობრებო, ეს სკინი დიდად მე არ მოწონს, ანუ ისე რაზე ვარ და შეიძლება მალე შევსვალო ისევ სკინი. მაინც მადლობა, რომ მოგწონთ ეს ავატარი და თუ ორივეზე იგულისხმა Forsaken-ის და თვითონ Roblox-ის ავატარზე, მაგაზე ვაფშე ორმაგი მადლობა რა. Unboxing-ის დროა მეგობრებო, დაედგა დრო და სამართალი, რომ დავაგდოთ რამე მაგარი. რაღა მაგარი მინდა ეხა სემი ალბათ ასე მეტყოდა. რაღა მაგარი გინდა ბიჭო, 6-7-ი დაგეგდეო, რა გინდა ბიჭო მეტი რა. 6-7-ისთვის კი ვარ მადლობელი, მაგრამ მეორეც არ მაწყენდა რამე მეორე მაგარი რამე, რადგანაც თლიანად ვერ აანაზღაურა სემი. ნუ ლაქები და მე რა ანაზღაურა, რადგანაც სემის ბრალი იყო, რომ გადავედი და ისა დააგდო ლოს ტიპიტაკო სიწაიშლება ახლა კიდევნებები მეშლება ისე მეგობრებო იმაზე ჩემი 15 მილიონიანი ლოს კომბინაციონი პუბლიკზე როგორ წამართვეს და დადგა დრო რომ alt account-ზეც გავხსნათ. ამ ძაღლმა პირდაპირ ნიშნობით მოვიდა დამღიან და შემჭამა იმენა აი ერთი ზაღლი რო არ გამომიჩნდეს ამდენი unboxing-ი ვექნება არ შეიძლება ანუ ნევი მეშლე მოკლე ამდენი ამ ძაღს უყურებ ისე გამაგიჟებს ეს ზაღლი მეგობრებო ისე რომ მივაყეფებ ერთ დღეს ასე მეგობრებო ჩაწერა დამოვიწყდა სემი უკვე ბოლოსნები გააკეთა ნუ დიდი ვერაფერი ვერ გამოწოვეთ მაგრამ აი ახლა მეგობრებო ამ წამს ჩვენმა სემიმ დაასპაუნა რენდერ ტრალალა და ერთი ცალი ლის სახური დაგვრჩა იმისთვის რომ ლა ჯოლი გრანდი დავაგდოთ მაგრამ მე მგონი უკვე რჩება ვინაბი უსამწუხაროდ მაგრამ ჩვენი რენდერ ტრალალა თუ რაც არის აკეთებს 6 მილიონს წამში ძალიან გიჟობა ხალხო დღეს მაგარი რაღაცები დაასპაუნა სემიმ შემიძლია თქვა ის რომ თავისუფლად აანაზღაურა ის რაც მის გამო დავკარგებ ნუ ნაწილობით, მაგრამ მაინც. და დღესაც როგორც ჩანს მეგობრებო, კრაფტინგი გაიმაზა ამ სეზონის კრაფტინგიც. უკვე მესამე კრაფტინგი გავმაზე. თან რა მაკლდა ბიჭო, ლის სახური მაგდა და არ გაჩნდა ძმა. მაინც მეგობრებო, დღეისათვის ლეს იყო.
ჩემთვის ძალიან მაგარი ადმინაბიუსი იყო ჯერ ეგეთიც. ნუ თქვენი როგორი იყო დაწერთ კომენტარებში, ასევე თხოვნა რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, ასევე გამოიწვევთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი გააქტიუროთ ეს ღილაკი, რომ აღარ გამოგცეთ მსგავსი ტიპის ვიდეოები. თქვენთან იყო რაზორებალი. აბა, კარგად მეგობრებო, გილოსავთ ახალ წელს, ცოტა მოგვიანებით რა ადრე. და იმედია კარგი ახალი წელი გექნებათ. Bye.
Thank you.